სენსაციური მოვლენა პირველად მსოფლიოში დაიბადა ბავშვი, რომელიც 3 ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგი. აბრაჰიმ ჰასანი დედის და მამის დნმ-ის გარდა დონორის გენეტიკურ კოდსაც ატარებს. 3 ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების ტექნიკა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ექიმებს ახლა საშუალება აქვთ ახალდაბადებული ბავშვი გენთან დაკავშირებული დაავადებებისგან გაათავისუფლოს. დედის დეფექტური მიტოქონდრიების მტარებელი კვარცხლბილედიდან ამოღებული იქნა ბირთვი, რომელიც არის გენეტიკის მატარებელი და გადატანილი იქნა ამ შემთხვევაში მესამე პირის დონორის კვარცხლბილედის ციტოპლაზმაში, რომელსაც გენეტიკური მასალა თავიდანვე ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამოღებული. შესაბამისად, მივიღეთ ჩვენ ჯანმრთელი მიტოქონდრიების სფეროში ჩასმული დედის ბირთვი. მიღებული კვარცხლბილედი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, განაყოფიერებული იქნა მამის სპერმატოზოიდით. ასე დაიბადა აბრაჰამ ჰასანი, რომელიც ახლა 5 თვისაა და ამ ეტაპზე აბსოლუტურად ჯანმრთელია. მისი დედა ლეიას სინდრომის მატარებელია. დედა ჯანმრთელია, მაგრამ გენეტიკური მუტაციის შედეგად მას 2 შვილი დაეღუპა. ახალი მეთოდის გამოყენებით კი აბრაჰამი ჯანმრთელი დაიბადა. მის უჯრედებში 3 ადამიანის დნმ-ია, დედის, მამის და დონორის. დონორის გენეტიკური მასალა ბავშვს ეხმარება თავი დააღწიოს დედის გენეტიკურ დაავადებებს. ახალშობილის გენომს განსაზღვრავს როგორც დედის, ასევე მამის გენომი თანაბარი წილით 50-50%-ზე და როდესაც ლაპარაკი არის უკვე დონორის ციტოპლაზმიდან მიღებული მიტოქონდრიების ჩანაცვლებით, ამ შემთხვევაში უკვე მესამე პირის გენომი შედის ძალიან მცირე პროცენტით, დაახლოებით 1%-მდე, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამე თუ ის არ განსაზღვრავს, თქვათ, არც თვალის ფერს, არც თმის ფერს. აბრაჰამის მშობლები იორდანიიდან არიან, ისინი მკურნალობის პროცესში ერთებულ შტატებში გადიოდნენ. იქედან გამომდინარე, რომ მსგავსი პროცედურების ჩატარება ამერიკაში კანონიერი გზით შეუძლებელია, ისინი მექსიკაში გაემგზავრნენ. ოპერაციაც იქ ჩატარდა. ექიმი ჯონ ჩანი, რომელმაც პროცედურა ჩაატარა, თვლის, რომ ეს მეთოდი რევოლუციურია და ახალ ერას ხსნის სამედიცინო კვლევებში. ეს არის რევოლუციური სამეცნიერო კვლევა. მიტოქონდრიული დაავადება არის დამანგრეველი ბავშვებისთვის და ასევე ახალშობილის ოჯახებისთვის. მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 30-დან 50-მდე ადამიანია, რომლებიც მესამე პირის ბიოლოგიური მასალის მონაწილეობით ანალოგიური მეთოდით დაიბადნენ. ამერიკაში 90-იან წლებში ჩატარდა მსგავსი ექსპერიმენტი, შემდეგ ეს მეთოდები აკრძალეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბავშვს გენეტიკური დაავადებები გამოუვლინდათ. მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ტექნიკას მხარი დაუჭირა და ნებადართული გახადა დიდი ბრიტანეთი, ამათ ეს გადაწყვეტილება 2015 წლის თებერვალში მიიღეს.